საკითხი კვლავ არის ეხება შპს ბურჯს, ეწოდებული ბურჯის საქმე, მაგრამ საქმე იმაშია, რომ როგორც ჩანს, ეს თავი მგონია სურეალისტურ სამყაროში, რადგან ვიმე რემენა, ვიმე მაკინტოშა და ვიღაც გარკვეული კანონიერი ქურდები უპრობლემოდ შედიან და გამოდიან ამ ქვეყანაში, ხოლო მე მაგ პრობლემა, იმიტომ რომ ოდესაც გარკვეული საქმიანი ვიტის დაგეგმება ხდება, მაშინათვე ხდება ჩემი დაბარება დაკითხვაზე. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ამასთან. მეორეჯერ დავიკითხე ამ საქმეზე და ნუ ალბათ მე ვფიქრობ, რომ ეს მეცილად ეხება უშუალოდ ამ საქმეს, ამდენად იმას, რომ მათ არ სურთ, რომ მე გადავკვეთო საზღვარი. რაც შეეხება დღევანდელი დაკითხვას, ეს იყო სრული ფორმალური მხარე, იცით რომ დღეს აპირებდა ბატონ ზოდელავა უკრაინაში გამგზავრებას და რომ შენიღბულიყო ის ნაწილი, რომ იგი არ წასულიყო საქართველოსთან ამ შემთხვევაში უკრაინაში საქმიანი ვიზიტით. ზუსტად ამიტომ დაიბარეს კითხვები გამომდინარეობდა იცნობდა თუ არა კონკრეტულ ადამიანებს, ჰქონდა თუ არა მათთან რაიმე საქმიანი ურთიერთობა და რა ტელეფონის ნომრით სარგებლობდა ამ პერიოდში.